კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა ვანო მერაბიშვილის პროცესებს როგორც თბილისში ასევე ქუთაისშიც აკვირდება გუშინ მომხდარ ფაქტს შევესწარით სასამართლო პროცესზე როდესაც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა ის ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი რაც განხორციელდა მასზე მიგოჩნია ჩვენ კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენ გუშინ გავავრცელეთ განცხადება სადაც უშუალოდ პრემიერს მოვთხოვეთ მის პასუხისგებლობაში აიყვანოს ეს საქმე და ხელი შეუწყოს გამოძიებას და დაადგინდეს თუ რა მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო თუ არა ძალადობა ყოფილ პრემიერზე და ასევე ჩვენ გვაინტერესებს ის პირები რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდა და ვითხოვთ მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით, რადგანაც მოგეხსენებათ ეს გაყვანა ვანო მერაბიშვილის კანონგარეშე იყო, აქედან გამომდინარე უშუალოდ პროცესს როცა ვადევნებდით ჩვენ თვალს, ასევე აღმაშფოთებელი ფაქტი იყო მოსამართლის მოქმედება, როდესაც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა ესეთი სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტზე ისაუბრა და მოსამართლემ შუამდგომლობას კი არ გაითვალისწინა, ეს არ ხდება პირველად სასამართლო პროცესზე. ეს უკვე მერამდენი შემთხვევაა, როდესაც დაცვის მხარის შუამდგომლობას მოსამართლე არ აკმაყოფილებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესები არის პოლიტიკური და მას არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან, რაც არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და ჩვენ როდესაც გვიწევს დაახლოება ევროპასთან და გვინდა დავამყაროთ ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია და როდესაც ხდება ესეთი ფაქტები, მე მგონი როცა ესეთი რაღაცები გვესმის, გვახსენდება აფრიკული ქვეყნები, ნიგერია და სხვა ქვეყნები, სადაც ესეთი ფაქტებიც ხდება და სხვა უამრავიც. საქმე ეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქმე ეხება ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და გუშინ მხოლოდ ჩვენ საზოგადოება მოვისმინეთ უმრავლესობის და ხელისუფლების მხრიდან საუბარი ტყუილზე და არაფერი გამოძიებაზე. აქედან გამომდინარე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ჩვენ კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა აიღოს პირად პასუხისგებლობაში ეს საქმე და გამოიძიოს უსწრაფესად და გვანახოს საზოგადოებას ის კადრები, რომელიც დაადასტურებს ამ ფაქტის არსებობას ან არ არსებობას. ეს არის საზოგადოებების დაკვეთა და ეს უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ, რომელიც საზოგადოებამ დაიქირავა. Რა თქმა უნდა ჩვენ უერთდებით ჩვენს კოლეგებს, ჩვენს მეგობრებს და ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და ის ზეწოლა, რომელიც ვანო მერაბიშვილზე ხორციელდება ციხეში, რომლის შესახებაც მან თვითონაც ცნობა სასამართლო პროცესზე დამსწრეებს და ზოგადად მთლიან საზოგადოებას ქართველებს მიაწოდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამით ამთავრდება ყველაფერი, ხო? ახალი პროკურორის დანიშნის შემდეგ ვანო მერაბიშვილის მეუღლე აცხადებს, რომ მას აღარ ეძლევა საშუალება მივიდეს ციხეში და მოინახულოს საკუთარი მეუღლე. ესეც ძალიან დიდი პრობლემა არის ჩვენი აზრით. და ასევე მიგვაჩნია, რომ აი ეს ყოველად დაუშვებელი ფაქტი და ეს უმსგავსობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რომლის მომსწრენის ჩვენ გავხდით, არ არის რომელიმე ცალკეულად აღებული პოლიტიკური პარტიის პრობლემა ან რაღაცა გარკვეული ადამიანების ჯგუფის პრობლემა. ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის პრობლემა და ქართველი ერის პრობლემა. და მიგვაჩნია, რომ აი ამ ყველაფერს მთლიანად მთელი საქართველო უნდა დაუპირისპირდეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აი ესეთი ფაქტი, რაც მოხდა და რის მომსწრენის ჩვენ გავხდით, ну იმას რო თავი დავანებოთ რომ უკვე მე რამდენი თვია თუნდაც ვანო მერაბიშვილი იმყოფება ჩვენ მე პირადად ამაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და დღესაც გავიმეორებ რომ ის არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრობაში და ამით არ კმაყოფილდება დღევანდელი ხელისუფლება და ახორციელებს ესეთ ზეწოლას ესეთ უმსგავსობას რის მომსწრენის ჩვენ გავხდით და ეს არის ყოველად დაუშვებელი და ამას ერთხელაც ამუდამოდ უნდა დაისვას წერტილი ამიტომ მინდა რომ და ჩვენ გვინდა რომ დღეს საქართველოს ყველა საქართველოს მოქალაქეს მოუწოდოთ რომ შემოგვიერთდეს პირველის ნახევარზე
მართავთ აქციას ჩვენ პროკურატურასთან, გამაფრთხილებელ აქციას და შემოგვიერთდნენ, მოვიდნენ ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არ არის ეს რომელიმე ცალკეულად აღებული პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე ადამიანთა გაერთიანების რაღაც ჯგუფის პრობლემა, ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა და ჩვენ მთელი საქართველო ერთად უნდა დაუპირისპირდეთ. და ამ გამაფრთხილებელი აქციით ხელისუფლებას როგორ უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ არასოდეს თავს არ ჩავუღუდავთ თვალდახუჭულები და ურეაგიროთ, არ შევხვდებით იმ საშინელებას და იმ მსგავსობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს არის დაუშვებელი და ეს ხდება იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც საქართველოში დაასამარა კორუფცია და კრიმინალი. ეს არის ყოველად დაუშვებელი და ამას ჩვენ ყოველთვის დაუპირისპირდებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც აქ ვანო მერაბიშვილი არის გამოკვეთილი და რახან მის მიმართ მოხდა ეს ყველაფერი, ჩვენ იმიტომ ავიმაღლეთ ხმა. არა, ჩვენთვის ყველა საქართველოს მოქალაქე მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის დაუპირისპირდებით უკანონობას, უმსგავსობას, ზეწოლას და მსგავს შემთხვევებს. მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან მომენტს, როდესაც გუშინ ბატონმა ვანო მერაბიშვილმა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მოქმედმა მდივანმა აღნიშნა, რომ მას დაემუქრნენ თავისი თანაგუნდელების, მეგობრების, ასე ვთქვათ, ბიზნესმენი, ასე ვთქვათ, მეგობრების და სხვა იმ ხარდამჭერი ადამიანების, ასე ვთქვათ, გვერდზე მიჯდომით, ვიხმარდი ამ ჟარგონს. შეიძლება ეს იმ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც ვრცელდება ეს ინფორმაცია, მაგალითად ჩვენზე, რომელიც ამ პროცესებს ვადევნებთ თვალყურს და საზოგადოების ფართო მასებს ვაწვდით სწორ და გამჭვირვალე ინფორმაციას, მაგრამ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ რასაკვირველია არ გვეშინია და ჩვენ ყოველთვის სიმართლის გვერდზე ვიქნებით, მაგრამ მე მინდა აქვე ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან მომენტს. გუშინდელი სკანდალური განცხადების შემდგომ, როგორც მოგეხსენებათ საზოგადოების ფართო მასებს კარგად მოეხსენებათ, ბატონი გიგი უგულაო თბილისის მერი დაბარებული არის ასევე პროკურატურაში დაკითხვაზე. ძალიან საინტერესო თვითარდება პროცესები. ჩვენ თუ მივადევნებთ თვალყურს, როგორ ხდებოდა წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ანალოგიური ზეწოლები ხორციელდებოდა და სულ მალე რამოდენიმე თვეში მოგეხსენებათ თბილისის მერის და თვითმმართველობის არჩევნები გველდება და მოქმედ მერს იბარებენ ამ გუშინდელი სკანდალური განცხადების შემდგომ. აქ ძალიან საინტერესო რაღაცას მალავს პროკურატურა და მოქმედი ხელისუფლება, მართლა ძალიან საინტერესოა. ჩვენ ამიტომაც აღნიშნული პრესკონფერენციის შემდგომ მივდივართ ასევე სასამართლო პროცესზე, უერთდებით აქციას, რომელიც მთავარი პროკურატურის წინ პირველის ნახევარზე იმართება. ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთვებით აღნიშნულ პროცესებში, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ შეიქმნას საპარლამენტო დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, რომელიც საზოგადოების ფართო მასებს მიაწვდის ზუსტ ინფორმაციას. მე თუ ჩემი პირადი აზრია, ამ შემთხვევაში მე არ მიკვირს უმცირესობის, რომ არ ენდობა პროკურატურა. აქედან გამომდინარე, ჩვენც მიგვაჩნია სწორედ, რომ ეს უნდა იყოს საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ ყველაფერს.